ლელიანის სათემო რადიოს ეთერში გთავაზობთ ქალთა საკითხებზე შექმნილ რადიო პიესას „თეთრი კარავი“. პიესა შედგება 14 ეპიზოდისგან, რომლის მოსმენაც შესაძლებელია ლაივ რეჟიმში 4 შაბათს და შაბათს შუადღის 3 საათზე. რადიო პიესა შეიქმნა პროფესიონალი სცენარისტების მიერ პროექტის ფარგლებში „მისი ხმა“. აღნიშნული პროექტი ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო. პროექტი „ჩემი ხმა“ დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს DVV International საქართველო. გამარჯობა, ხომ იცადით? ეხლა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენ გადაცემას ერქმევა თეთრი კარავი. თეთრ კარავს გაუმარჯოს. მოგწერეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, ისეთი რასაც სხვაგან ვერ ამბობთ. ჩვენ ყველაფერს მოვისმენთ და დაგეხმარებით პრობლემების გადაჭრაში. აბა ველოდებით თქვენს წერილებს. ხმოვან წერილებს. იმიტომ რომ ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. გახსოვთ რომ გითხარით. ბებია ჩემის მეგობარს მერის გაგაცნობთ მეთქი. აი მერია დღეს ჩვენი თეთრი კარავის პირველი სტუმარი. მერი ჩემი ბებოს მეგობარი. ძალიან სასაცილო ქალია. არა, სასაცილო კი არა. საყვარელი ბებოა. სასაცილო ხურები ახურებს. ახლა ბუმბულებიანი შლაპი მოვიდა. მე და ნინა ორი თეთრი ბული ჩუმად გამოვაძრეთ და კარავზე მივამაგრეთ. ვერც დაინახა. გამარჯობათ ქალბატონო მერი. აბა მოგვიყავით თქვენ შესახებ. ვინ ხართ? რა საქმიანო? რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ? რაზე ოცნებობ? აბა დაიწყეთ. გამარჯობა, მოგესალმებით თეთრი კარავიდან. მე ვარ მერი 71 წლის. მუსიკის მასწავლებელი. ძალიან ბევრი მუსიკოსი მყავს აღზრილი და უფრო მეტი კი კარგი მსმენელი. აბა მუსიკის მოყვარული მსმენელი თუ არ გეყოლება, რა აზრი აქვს ისე ვისთვის უნდა დაუკრა. აი 70-ს გადავცდი და ყოველი ჩემი დილა იწყება ფორტეპიანოზე დაკვეთ. ჩემი დიდი დარდია რომ სულ დაიხურა მუსიკალური სკოლები და რამოდენიმე თითებზე ჩამოსაცვლელი დარჩა. მას ხო არ შეგვისურვებთ. თქვენთვის შევასრულებ ჩემს საყვარელ შოპენის ნოქწონს. რაზე ოცნებობთ? ქალბატონო მერი. კიდე რამეს ხوار გვეტყოდით? რამეს? რაზე ოცნებობ? რაზე ვოცნებობ? რამდენიმე წლის წინ პარიზში დამპატიჟა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ და გარდა იმ საოცრებებისა, რაც ამ ქალაქში ვნახე, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ ჩემი ტოლები, ჩემზე უფროსებიც კი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს. ერთად საუზმობენ, სადილობენ, ვახშმობენ. სავსეა კაფეები მომღიმარი მოხუცებით, რომლებსაც ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ. ეს რატომ არ არის ჩვენთან? ძალიან წყდება გული და ვოცნებობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველდღე თუ არა კვირაში ერთხელ მაინც სადმე კაფეში. თუნდაც მარტო ჩაი დავლიოთ, მაგრამ ვერავინ ვერ ავიყოლია. გაიგეთ ბებოებო? რა პრობლემაა? აბა, ეხლა ვერ გადავვრეკეთ. თქვენს მეგობრებს ჩემთან ხვდით შეხვედრაზე. ახლავე. მე მადლობას გვეტყვით. მალე გაიგებთ კიდევ ახალ ამბავს. ჩემი თეთრი კარავიდან.
ჩემი ტორების უფრო დიდები, იმაზე დიდები, ძალიან დიდები, ძალიან მოხუცების ამბებსა. ჩვენ ყველას დავახმარებ, ვისაც ჩვენი დაახმარება სჭირდება. არ დაიჭერებთ. იმდენი წერილები მოგვივიდა. ყველას მოსმენა ვერ კი მოვასწარებდი. ხომ გახსოვთ? ჯერ ჩვენ კითხვა არ ვიცით. ამიტომ ხმოვანი წერილები უნდა გამოგვიგზავნოთ. გემშვიდობებით დაველით თქვენს წერილებს. თეთრი კარავი იმისთვის არის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს. ნახვამდით ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.